რატი სათხარს, მე მგონა მოკვდით. საავადმყოფოში ვიყავით და სახლში მოვედით ხა. რა საავადმყოფოში? აი მოვალ და მოგიყვებით რა. კაი, მოდით, რა მალე გელოდებით. ეკამ წამიყვანა რაღაც გასაუბრებაზე ოფის მენეჯერად და ამიყვანა. რა კაი დედაო იყო არა? ხო, თან რაღაც თბილად გველაპარაკებოდა. რაღაცნაირ ლაპარაკის მანერა ქონდა, იცი, აი რო უსმენდი რაღაცა მშვიდდებოდი. რა ხდება? სალაპარაკო მაქვს რაღაც. რაზე? მამაჩემზე. რამ გახსერა ახლა ეგ? მოკლედ, წავედი მე უნდა ჩავალაგო და იმედი მაქვს, რომ კარგად მოიქცევით და პატრულს არ გამოიძახებთ. ჩაუგა და ჩანთა. დალიეთ, ჩაი და კარაქიანი პოლიც მეაყოლე და კვარცხიც მალე იქნება. ჭამდა. ალუში. იზონდა ისაუზმო. ჩაი ხო დავლიე. კაი ბები, რა ნუ ხარ ასე მოწყენილი. არა. ხოც რომ მასწავლებელს ძალიან მოყვარხარ. და შემდეგ წელს აუცილებლად მოინდომებ შენ წაყვანას. მანამდე კიდე მე მოვაგროვებ ფულს და პირდაპირ რომ ერთად წავალთ. არც მე არ ვარ პარიზში ნამყოფი. იცი როგორ მინდა? თან მარტო პარიზში კი არა. სხვა ქალაქებშიც წავალთ. აუ ვიცი. ხო და პირდაპირ რომ ერთად წავალთ. მიდი ახლა ჭამდე რა. ჩემ კაი გოგო. მიდი. წავალ ჩანთას ჩავალ. კაი და გამარჯობათ, მაკავარ ჯანიკაშვილი. სამსახურის თაობაზე გირეკავთ. დიახ, გასაუბრებაზე ვიყავით და უარის თქმა მიწევს. სხვა ვარიანტია შემომთავაზეს. კარგით. დიდი მადლობა და ბოდიშნი. ხათაკო, რა შვები? რავი, ხა მორჩი ჩალაგებას და გავალ მალე. შენ რა შვები? რა ვიცი, ახლა მოვედი უნივერსიტეტში კაფეში ვცილებ. მეც გადაწყვეტა წასვლა, ხო? ხო, წავალ, რა ცოტა ხნით. ესე უცებ როდის გადაწყვეტა წასვლა? აუ რა, გუშინად ერთ კახას ველაპარაკა ერთად. მერე? აუ რა ვიცი.
კაფეს შევახვედრე და დავტოვე. ჯერ არ მილოპარაკია ძინავს ნათიას. გუშინაც ჩამეძინა მე სანამ მოვიდოდა. იმედია შეგდებიან. აზია ვარ. კაი და რითი მიდიხარ? მატარებლით. როდი შემოდიხარ? რავი, რამდენიმე დღეში ჩამოვა. მომბეზრდებონაც. გინდა გამოვიდა გაგაცილა? არა, იკამაცილებს. კაი, კოცინდა დაგირეკავ. აი, მიდი კოცნი. დილამ შეგაბის. ხო, ეხლა ვაპირებდი ნათიას გაღვიძებას. არ მინახავს გუშინ. უბრალოდ გუშინ შევრიგდით რა. ხოდა ეხლა რაღაცები გადმოვიტანე და მე დავალაგებ. დადელა. ძალიან კარგი. მე ჩამეძინა სალომე. ეხლა მოხვედი? ძალიან გამიხარდა თქვენი ამბავი. კარგ ხასიათზე წავალ პათუმში. აუ რა ცხელია დავიწვი რა. ეხლა მაინც დაანებე თავი ამ კითხვას და წესიერად ისაუბრე. აუ. შენ რაღაც კარგ ხასიათზე ხარ დღეს. რა ხდება? ახალი მაცივარი მიხარია. აუ თეცა. არა მართლა. ხო ვითომ არაფერი არა? ეხლა ესეც მაცივარია და ისეც მაცივარი იყო, მაგრამ ძალიან გაახალისა ჩვენი სამზარეულო. კი. ოპა. ეხლა მოვდიოდი ჩემ გასაღვიძებლად. მე ჩვენი ცოტა უკეთ გაქო? ტკივა. წრეს მე მგონი მართლა ახალ ცხოვრებას იწყებს. დილით ადრე დგება, თან დამოუკიდებლად. მერე საუზმობს, ლექციებზეც დადის. ოჩახ ვაკო. ჩემზე გადაუვის გარდა საქმე არ გაქვს? აუ კი, თან ბევრი. კიდევ კარგი გაახსენე. შენ არ გინდა ერბო კვერცხი? შევჭამლა. არ გინდა მომიყვე. რა მოხდა? აი რა, ამდენჯერ გიცხარი. უნივერსიტეტის კიბეებზე დავგორდი. მიტყდება უკვე შემოდი. ხო რა. ბიჭო, ბავშვობაში არასოდეს არ დაგორებულ ხარ ამ კიბეებზე და ამ კაცობაში რა მოგივიდა? აი მე წავედი, მე რომელი საათია? ხო, მეც უნდა გავდივი. მაგვიანდა რა. ვაკო, შენ მართლა არაფერი არ გინდა? არა. ვაკო, ჭკვიანად მოიქეცით. კაი რა დედა რა. წავედი ხო? ხო. ვაკო, კარგად. აკა. ვაკო, მოდი დედა კარი დაკეტე. ალო. ვაკო, მე ვარ. ვაკო, გესმის? რა გინდა და? გაბრაზებული ხარ ჩემზე? რა შენზე გაბრაზებული რა გინდა მე? გთხოვ რა არ გათიშო. რაღაცის თქმა მინდა უბრალოდ. ხო იცი რომ თქმა გინდა რაზე მირეკავ მეთქი. ვაკო, გთხოვ, მაპატია რა, გეხვეწები. არ მეგონა ესე თუ გამოვიდოდა ყველაფერი. იმიტომ გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ ძალიან მიყვარ ხარ, ხო იცი, მაპატია რა, გთხოვ, მაპატია. შენ ვაფშე ამუხამებ რა გააკეთე? აღარ დარეკო აღარასდროს. ვაკო. რა საკეთებ? არაფერს. ვის ელაპარაკები? არავის. როგორ თუ არავისა? მოვა შენი ძმა და რომ ამოგაძრობს მაგენას მე რენახავ. აუ დავიღალე რა შემეშვით საერთოდ რა. აი მე ღმერთო რა ეს ვინ გავზარდოს, ვინ გავზარდოს? ყველაფერი ყურადღებით წავიკითხე, რამდენიმე დეტალს განსაკუთრებით გადავხედე, რომ რამე არ გვაყარვოდა. და არის რამე უზუსტება? არანაირი. შეგიძლია ახლავე მოვაწერო ხელი. ძალიან კარგი. საღამომდე მოვაწერ. კარგი. გავალმე ხო? კეთი. ლანჩზე ვერ მოიცლი. ერთად გავსულიყავ. მშია, მაგრამ ბევრი საქმე მაქვს.
აი უნდა უჩიულო რა შენ უფროს რა. ჭამის დროს არ გიტოვებს. კარგი. ვიფიქრებ მაგაზე. როგორ ხარ? კარგად, ნიკა, შენ? არა მიშოქს. ხო მართლა გაიცანი, ჩემი მეგობარი გერმანიიდან, კრისტიან მიულერი. Hello. Christian Mueller, pleasure, how are you? I'm fine, and you? Good. აბა როგორ მიდის საქმეები? რა ვიცი, ნორმალურად, თქვენგან? შვენივრად, აი კონფერენციებს ვიწყებთ ახლა და სხვათა შორის აი კრისტიანი ხვდება დღეს გინეკოლოგებს და გინეკოლოგია? კი და გერმანიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემიძლია თქვა. ძალიან კარგი. ხო, იცი რა, ახლა ლანჩზე გავდივართ ჩვენ. ხო, მეც უნდა მაგრამ შენ შეგვიძლია ამ შეხვედრებს დაესწრო, მე მგონი საინტერესო იქნება. ძალიან დიდი სიამოვნებით თუ დრო მექნება. კარგი, აბა დროებით. კარგი, დროებით. ბაი. ნუც. ხო, მე ვარ, აშვები. მომისმინე, ეხლა შემთხვევით ჩემი მეგობარი ნიკა ერაძე, ხო გახსოვს? ხო, რა, გინეკოლოგი ყავს ჩამოყვანილი, რაღაც კონფერენციებს ატარებენ. ხო. ლაშ ფიქრობ, იცი, აი ესე შეიჭრათ მაგინდა? არა. ხო იცი როგორ მენანებად. რა გენანება, გადაიხოტრათ ხო ხوار გეუბნები. რა ვიცი. მოიცა რა, რაღაცა შეცვლი გადახალისდები. და მე რა შევიჭრა? არა, კარგად გაქეგმე. ხო? გამარჯობა. გამარჯობა. ვიგნებავთ? ქალბატონოსთან ვარ. თავს კაბინეტში იქნება. და უკაცრავად საით. წამბრძანეთ. გამოვა ქალბატონი და გვეტყვის. ვინ იყო? მე რა ვიცი. რისთვის შეგიშვით აბა იქ? და იქ ხوار დაუჯდებოდი. აუ რა, მისგან ხო ვერაფერს გაიგებს ადამიანი. ვიკა, აღრიცხვის ჟურნალი, ჩეკები. მოკლედ ყველაფერი მჭირდება. მშვიდობა? კი, მშვიდობა, ხვალამდე აუდიტი გვეყოლება სალონში. კი. ია, შენ ყავა შემოგვიტანე რა. ია, ხო. ყავა შემოგვიტანე მე. აი ხო. ყველაფერი აქ არის. კაი, წამოშევიდე. ხო, კეთე. დიდი ბოდიში. არა, დაჯექი რასა. რა ხო, გისმა ყურადღება. ხო, რიგზეა ყველაფერი. კი, რა, ხო, მაქვს მე. ხო, გისმა. ჩემს მეგობარს აქვს ფლობს პრობლემა, რა ვექიმთან იყო. ეუბნებიან რამე კონკრეტულს? ისე კონკრეტულად არა ეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ფაქტია, რომ ესე არ არის. ხო, და იცი რა ვიფიქრე, იქნებ შენს მეგობართან კონსულტაცია გაიარდან კასი უჭერს თუ მოგეხო. ხო, არ მგონია პრობლემა არა, საერთოდ ეთქვა ახლა ზუსტად. So, Christian. Yes. So, Kate's friend has some pregnancy issues. So, is there any chance for her to visit you? Yes, absolutely. Oh, thank you so much. Kate, უბრალოდ როგორც გითხარით დღეს შეხვედრები აქვს მე და კრისტიანს უნდა ხვალ არ იქნება პრობლემა. არა, შესვეტყვი ხვალ ყოფიდეს. ხო. უბრალოდ ანალიზების გაკეთება დასჭირდება. ან თუ უკვე გაკეთებული აქვს პასუხები. სხვა. კითხვა ალბათ იქნება უკვე ჩატა. კარგი, მაშინ არ პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. რა პრობლემაა, სლაპარაკო. თქვი, აბა რა გინდოდა? მოუწევი დასალე უშო გეტყვი. ოიც მე მოვიდნენ ხა. აი მაშინ ანანასის წვენი წამოვიღე რა. აი მე წყალი. შენ? ოი, შეჭი. რა გინდა?
ბიჭო, დღეს რა ფეხბურთებია? მახსოვს რა. რა არ გახსოვს? აუ დადე რა ეგ ტელეფონი. არ ვიცი, შემეშვი. მოყევი აბა რა ხდება? მოკლედ. ჩემთან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვაკეთებთ რაღაც აქციას და თქვენი დახმარება ვიყიდება. რა აქციას? საპარკების განადგურებას ვაპროტესტებთ და ხალხი გვჭირდება. და ჩვენ თქმა უნდა გავაპროტესტოთ ხეების და პარკების გაჩეხვა. მარტო მე კი არ მომყავს ხალხი, სხვებიც იქნებიან. და თან სალით ჩამოვა და ხუთნი ვიქნებით. და აქციაზე რა ხდება ჩემთან ხალხს? უყირივორთ კატადიკი. თუმარი აქციაა ვაკო. რა არის? თუმარი აქცია. რა გაცინებ შეჩემო? რა იდეა? მაგარი, გაიგერა თქვა. ოი. დადე რა ეგ ტელეფონი? რატო გამიტრაკე? რატო გაგიტრაკე? ცხოვრებაში მესეჯი არ გაგიგზავნია და ეხლა რა დაგემართა? რატო გამიტრაკე? საქმე მაქვს და მაცადე რა. 9 წლის ბავშვი ხარ. დავაი რა. მოკლედ, დამეხმარებით თუ მე უეჭველი მოდივარ. მე წამოვალ თან მაინტერესებს რა გაიგე. შენ ვაკო. უეჭველი ხო ის ჩემი სტიქია დუმარი აქცია. ო, ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო მათ. იდემ დუმარი აქციაზე მესიჯობა ხომ მოსულა. შემოსვლამდე აკაკუნებენ ხოლმე. საქმე მაქვს. მუშაობ. მე ვერა. კარგი გისმენ. გია, აღარ შემიძლია ამ სისულელეების კეთება, რაღაცა მინდა სერიოზული. ამაზე ჩვენ ხოლმე უკვე ვილაპარაკეთ. თანაც არაერთხელ. მომისმინე. არავის არ აინტერესებს რა უაზრო სტატიები, გესმის? ვითომ? ეხლა მე кайფები? არა. უბრალოდ მომბეზრდა ერთი და იგივეს მოსმენა. ხო და თუ მოგბეზრდა, მომეცი რამე ნორმალური და იმას გავაკეთებ. აგერ უჯრაშია და აიღე. შენი ირონია შენთვის დაიტოვე რა ძალიან გთხოვ. კვანცა. მე შენთან ჩხუბი არ გჭირდება. 1000 ჯერ გითხარი. იპოვე რამე თემა დაწერე და დაიბეჭდება მეთქი. რა ვქნა, სხვა ვერაფრით დაგეხმარები. და სხვას თუ ეხმარები, მე რატო ვერ დამეხმარე? კვანცა. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა. აი ახლა ადექი და წადი. საქმე მაქვს. აუ დღეს რა საკაიფად დავაშვით ხო? ხო, დაამუგამით რა ნემევა. აუ ვაფშე აღარ მეშინია და ძალიან გამისწორდა. აი. იშადა. შენ როდის უნდა დაეშვა? შემდეგზე ალბათ. ჩები წავედით რა თორე დავაგვიანებ ჩვენ ძალიან. აუ კარგი, რა ერთხელ დავეშვა. აუ არა, შანსი არა. ველოდებიან რა. 20 ქაათან. ჯონთან ის დაულება გააკეთე? კი, დილით შენ? არა და მე მგონი მომიწევს მე ღამის გათენება. წავედით რა. აი დაიშალეთ და ხალხს ეგიხმიანები ხო? აი, კარგად, აბა მაგრამ. წავედით? მეც ერთი წამი. დაშვება საფილე? აქ იყავი, კაი? ანი გაჩი. ხელი გაუშვი. ხო არ გაგიჟდი შენ. შენ ვინ გეკითხება, ხელი გაუშვი. იმდენი რამე მაქვს შენთვის სათქმელი, რომ არც ვიცი საიდან დავიწყო.
შემო რა მაგა გამარჯობა. შემო რა. შენ მიდი მე დაგელოდებ. შემო შეჩება რა ჩემი სიმამრივი ჩამოდექი კარებში. შემო რა. ისო მივდე ხარ? რა მნიშვნელობა აქვს? ახე რა ფერია რა პოსტა. მირონივითა, მირონივი. არჩი ეს უჩას უნდა უგრევო რა. რა უნდა უგრევო, აუტანოთ და ერთად დავლიოთ შეჩება. ой, ასნა პროჭი ხო არ არის შეჩება. შეინა პოსტო. და თუ არ წახვედა რა. ო, შენ რა ხარ მაგა? მე სამსახურში მეგონი, იცი? არ წახვედა რა გთხოვ. რატო? ორი დღე სახში არ ყოფილხარ, აქ ჭერს. მოიცადე რამე სიზმარი ნახალე, ლამჩემზე თუ რატო არ წავიდე? დათო. არა, მართლა მითხარი რა, რამე ვარ დაესიზმრა ჩემ ბებერ ვანგას. არა? აი წავედი მაშინ. დავაი. ამოყურა. აბა ერთხელაც იდე არა მოვჭით გასიჩოს უი დამეხოთავ მე დაწეკით ჩაეძინა უკეთ არის ხო? კი, რა შედარება. ის რა წამალიც აღარ ჭირდება მგონი. უი როგორ გამახარე? კარგი. წამოდი ახლა ჩემ გაკეთებული ნამცხვარი უნდა გაგასინჯო. აი მე დიდი მადლობა. ერთი ნაჭერი გეხვეწები ძალიან. არა, დიდი მადლობა. მე რატო? ნანა რაღაც მინდა გითხრა. ხო, გისმენს. მოკლედ ამ ჩემი მოადგილეობის გამო ისეთი გადატვირთული მაქვს გრაფიკი, რომ ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ვეღარ ვივლი თქვენთან. უი რა მითხარი? ხო, რა ვქნა. დააგული დამწყდა. ეს მაგრამ ლილი შეიძლება მოკვდეს. აი მე არა სამბავ. იცი რა შემიძლია ვინმე გირჩიოთ თუ ვერ ნახავთ ხოს? დააგული დამწყდა. აი წამოდი ახლა ჩემ დამცხვარი უნდა გაგასინჯო. კარგი. ომეშო. რაზეა ფეხბურთული? და არის მათქორტი? და პარებში ვითამაშოთ? ოსულა? იგაც ახალი ბურთები მე მაქვს. იქ გავყანო? ყველდები დაგერიგა. აი. აქედან არასდროს წავალ. ახლა რა უნდა ვქნათ? მომისმინეთ, ეს ახალი წლის წინადღეა, ასე რომ ან სანტას გარეშე გავხდებით, ან მთელი მსოფლიოს გარეშე გავხდება. მოუდა, ყველაფერი შენ დაფუჭი და დაფერმია. არ ვიცი ახლა გადავრთე. დროა იბწყინო. კარგი ბიჭებო. აკაზმულობა ეს მსახიობი არის. იმპრესია თამაშობს. რა ქვია? არ ვიცი. გამარჯობა გამარჯობა როგორ დადებით? მადლობა. არა იყოს. არა, რატო ჩამოვედი ახლა ეს თეთრი მანქანა თქვენია? კი, ჩვენია. გამარჯობა. გამარჯობა, გინეცვადით. ვაიმე, ბუდიში რა, ჩემიც უნდა გასვლა და ისია გაჩერებული ვერ გავდივარ. ვაიმე, ეხლავე გადავაყენებ დიდი ბუდიში რა. აი, გინეცვადით. ახლა მე შენთან პატარა საქმე. იმსახურეთ. კარგი. უკაცრავად ჩავალ ეხლავე გამოვიწვი. გავადით. გასაღებულეთ. ჩავალ და გამოვიწვი. შენ ფილმს უყურებ, გასაღებულეთ. მე ჩაწყობ. აი, მაშინ ასე. მე ვიცი რომ საერთო საქმის ფული აიღე და წახვედი. არ არის. მე ბოლო წუთამდე არ ვაპირებდი იმ ხალხზე ფულის მიცემას. ძალიან დიდ წილს ითხოვნა. მე ჩემი კონტაქტები მქონდა და ვაპირებდი სხვაგვარად მომეგვარებინა საქმე.
მაგრამ რამაზე არ მეშველოდა. ჩვენს გარდა რუსულანით და ბავშვიცაც რისკაო. მართლა საშიში ხალხი იყო. ბოლოს დამითანხმა, ფული გადამეცა. და რატო არ მიეცი ფული? მივეცი. იქ მივედი, სადაც დამიბარეს. რამაზის მანქანით მარტო უნდა მენახა. ფული ზუსტად იმდენი მივიტანე, რასაც ითხოვდი. მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ შეხვედრის ადგილი ძაღლებმაც იცი. ვინ ძაღლები? მანქანიდან რომ გადმოვედი, 5 მანქანა ძაღლებით გატენილი მოვარდა და გაუფრთხილებლად სროლა ატეხეს. მეორე მანქანიდანაც გახსნეს ცეცხლი. 2 პოლიციელი დაიღუპა. იქიდანაც იყო მსხვერპლი. მეც მესროლის. მივატოვე მანქანა და გავიქეცი. და ფული? ფულის და მანქანაც იქ დავტოვე. ეს ვერაფერი ვერ გავიგე. რამაზა გიმტკიცებდა შენ რომ თავისი მანქანით წასულიყავი ფული მიგეტანა იმათთვის და კიდე მენტები დაგვხდნენ. ეგრე. ანუ რას ამბობ რომ რამაზიმ ჩაგიშვანა? შენ ხომ იცი, მე და რამაზი უახლოესი მეგობრები ვართ. მე დღემდე ამჯერა რომ რამაზი მაგ საქმეში გარეგული. რა მოგივიდა? წავიქეცი. მანახე, მა. მოტეხილია მანქანა. მით მანახე. საუნტყოფოში წაგიყვანა. არა, არ მინდა. შაგონია ეს ტკივილი თავისით გაგივლი? არ მინდა საავად მყოფ. კაი, მაშინ სახლში წავიდეთ. კაი, წამ. ველოსიპედი რა უყო? დაილეწა ზევიდო. კაი, ტაქსით წავიდეთ მაშინ. შენ და რამაზის გარდა ვისაც ყოფდა ეგეთი რაღაც? ლოგიკა სადაა? ლოგიკა ის არის, რომ ყველა მე დამიწყო მოსაკლავად ძებნა. მარტო შენ რატო? იმიტომ რომ მე მქონდა იმ ხალხთან კონტაქტები და ყველა მეფიქრა რომ ჩემი გაჩვენებული იყო ეს საქმე. რამაზ მანაგით. ამაზე იმ ღამეს რომ ნახე, მითხრა რომ ეძებდნენ. ერთი რას თხოვე რომ თქვენ სადმე გადაემალეთ. ბორჯომში ყავდეთ გადამალული. მე ამიტომ ცხოვრობდით ბორჯომში არა. მე რა მოხდა? ამაზმა იმ ღამესვე გამეყვანა ქვეყნიდან. თქვენით მემუქრებოდნენ თან ძაღლები დამზადნენ. უნდა გავქცეულიყავ. ერთი შევიპირე რომ თქვენ გამოგიშვებდათ ჩემსკენ. მე რატო აღარ ჩამოვიდეთ? რუსუდანს აღარ ამბობ. რუსუდანმაც მე და მადანა შევუღო. ტელეფონზე ძალიან პასუხობდა. ვერაფერი ვერ გავიგე რა. აი, დაუშვათ ყველაფერი დაგიჯერე. 20 წლის განმავლობაში ფეხებზე რატო დაგვიკიდე ვაფშე ყველა? არც ერთი წამით არ დამიკიდები ხარ ფეხებზე. უბრალოდ ეხლა იმითო ჩამოვედი, რომ სულ ერთია მომკლავენ დამიჭერენ თუ რა სიზამო. აი ეს კი მართლა ფეხებზე მკიდია. აი ეგ როგორ? რას ქვი? ცეხებადით იმას. წეროზე. ძალიან ცოტა შანსია ჩემი გადარჩენის.
ჩემთვის წავარე იყო შენ მენახე. ეხლა კარგად მომისმინე. თქვენი სამი ადამიანი ხართ, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარდა ამ ცხოვრებაში. და მინდა რომ ბედნიერები იყოთ. ეს ლაპარაკი ჩვენში უნდა დარჩეს. დამპირდი რომ შენ ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვლება. და კიდევ დამპირდი რომ რამას და რუსუდანს არასოდეს არ მოუყვები ჩვენი შეხვედრის შესახებ. დამპირდი. ნანა, შენ ხომ იცნობ როგორი ვარ მე? სიზმარიც არის და სიზმარიც. იდგა ეს ამხელა კაცი და იქნებდა ჯოხს. მე რას მეუნა? თან ისეთი ცხადი სიზმარი იყო, რომ ახსენდება ეგრევე წნევა მიწევს, მისკდება თავი. ისა წყალი ზურიკო იდგა, მინდოდა დამეძახა ზურიკო მეთქი და ხმა ვერ ამოვიღე, რაღაცა მიჭერდა ყელში. მითხარი, ამის მერე ჩასადებია ეს ბინა? რა ვიცი, ლელა, შენ ხო იცი მე საერთოდ სიზმრების არ მიჯერა. ეგრე მეც არ მჯერა ყველა სიზმრის, მაგრამ იყო რაღაცები დამსიზმრებია და ამხდენია მე, არ ჯერა კაია. ასე მეც დამესიზმრა ვაკოზე, ცუდი სიზმარი. მე რა მივედი მამა იოანესთან მოუყევი და ისე დამაწყდა მე აღარ ჩემშინები. რაო რა გითხრა ერთი მითხარი, შენ მაინც მითხარი რამე ჭკვიან. რა ვიცი რა მითხრა რომ საერთოდ სიზმრები ბოროტებაო, ბოროტი ძალებისგან არისო. რა ვიცი ქვეყნის მაგალითი მომიყვანა და ამაწყნა რა. არ გინდა შენც მიდი, სანთლები დაანთე, არ გინდა? სანთელი და წყალს მოუყვე კიდე. არა, მიდი დამიჯერე, ისე დაგამშვიდებს. თან ძალიან კარგი კაცია. რა ვიცი ნანა, ჩემი გამჭიროები ხა დავდგე და სიზმრები მოუყვე კიდე. რა ვიცი ხა ეგ შენი საქმისა შენიც. აიმე, ლიმონი არ გინდა დავჭერე. სად არის ეგ მამა იოანე? თქვენი სასაფლაოროა იქვე ხო არის პატარა ეკლესია, აი ეგ. ზურიკოსთან. ზუსტად ეგ. აი. Ani, რა შვები და მეცადინეო? არაფერს უყურებ. წამო, მამა მოვიდა ვივახშმოთ. ამ შენანა მაჭამა უკვე. და ჩაიდან ამცხოვრიც არ გინდა? ამფერი არ მინდა. კაი. უიგიო მოხვედი? მოდი ვივახშმოთ, მოდი. გიო, მოდი რა. ხო, მოდივარ. გამოგიყო? სამსახურში რა ხდება? არაფერი თორე დავიღე. დალე ვერტიკას. დავნა. აგვიმორჩოს. აგვიმორჩოს. რა კარგია, ყველაფერი გიყიდია.
ხო არ იყო რაღაცები და წამოვიდა. ძალიან კარგი. აი ეს კარგი მომეწოდა. ახლავე, გამომართვი. იოგურტი წამოგიღეთ, რა კარგი გოგო ხარ, საყვარელი, მადლობ. შეჭამთ ხა თუ შევინახო? არა, შეინახე და მე ცოტა მოგვიანებით შევჭამ. კარგი. დღეს იცი, გადაცემას ვუყურე ტელევიზორში. დიასახლისებს რჩევას აძლევდნენ. რა უმერე? მაცივარშიო, ლინის ქერქში თუ სოდას ჩაყრით და ისე ჩადებთ, უსიამოვნო სული აღარ დადგებაო. მართლა არ ვიცოდი. აბა, პირველად მესმის. აბა. აი მანძეთ ვიყავი დღეს. კი, ვიყავი. ბავშვებს უყურებდი, რა საყვარლები არიან. შენთან სამსახურში რა ხდება? რა ვიცი, არაფერი რა. ძონებურადაა ყველაფერი ისე. კი ბატონო. არქშია რაღაცას მოგიმზადებ. აუ, კი. შენ? მე უკვე ვისადილე. მადლობთ. აბა. ჩათას გავიტან და მოვა. კი ბატონო, ახლავე. ვინ მოგიყვანა შვილო? რა? საბავშვო ბაღიდან ვინ გამოგიყვანა? ასე გვიან, რატომ მოხვედი? რა ემართება მქონს რა? დღეს სკოლიდან მუზეუმში მივდივარ და ცვარი არ გააქვს. გააქვს, მაგრამ მოგცა. სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ ვიყავი. მოკლედ დანაკლისი გვაქვს. დანაკლისი? დედა რა გავაკეთო? ქეთის ხო არ დაურეკო? ვიღაცამ ხო უნდა ნახოს შენ. აი მე წავყვან საავადმყოფოში. ოღონდ რუსუდენს არ დაურეკოთ, რა გთხოვ? აი დაწყნარდი არ ურეკავთ. ში სალი მომწონს რა. კაი. მე რო არ წამოკვეთ ხო არ გეწყინებათ, რაღაც დავამთავრო უნდა და. არა, ქეთ მიხედე საქმეს. არა, პრობლემა პირიქით ჯობია რომ დარჩე, იმიტომ რომ საუბარო ეკნებოდ პირველ. რუსუდენს შენი არ ჯერო და ამაში ამაზის ხელს ვერ ხედავ.